მოგესალმებით და ვაგრძელებთ პოდკასტს, ვინო გვალაპარაკებს, ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ჯაბათი მისტარიშვილი, საქართველოს ჩემპიონი სომელიე, ჩემი დიდი ხნის მეგობარი და პროფესიონალი ადამიანი ამ სფეროში, ძალიან ისე აქტიურად ვიმყოფებით რესტორან კალაში, ქუთაისში და ქუთაისში და სიმონ ჩაგერთვებით და ვილაპარაკებთ ღვინოზე და ეს პოდკასტია ღვინო გვალაპარაკებს. აბა, გაგვიმარჯოს. უჩას გავუმარჯოს. სმენელს მივესალმებით შენ პოდკასტის გულშემატკივრებს. ძალიან კარგ საღამოს ვაწვდობთ დღეს მე და საბა, ცოტა უხელავთ, ცოტას ნერვიულობთ, რა გამოგვივა არ ვიცით, მაგრამ ღვთისმწყალობით ყველაფერი საუკეთესოდ შეგვიძლია ჩავატარო. კი ბატონო, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. მოდი დავიწყოთ პირველი ვინც ბევრმა არ იცის, მაგალითად რომ ხარ რაღაცა საკითხში მსახიობი ადამიანი და აი აქედან საიდან სად მოხვდი და რა როლი ითამაშა მაგალითად შენმა სამსახიობო ოსტატობამ სომელიების კარიერაში. აი რამდენი ლაპარაკა და ხო შეგეძლო უბრალოდ გეთქვა როგორ მოხდი მანდა ხო ნაკაზია რო გეთქვა მე კარგი ეს ისტორია შეიძლება ჩვენთვის მეგობრებისთვის ბევრჯერ მომეყოლია მაგრამ მგონი ვერნა არის უნდა მოყვე მაშინ უნდა მოყვება მაშა კარგი პროფესიით მე ვარ მსახიობი თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობდი როგორც მსახიობი და ვიყავი რამოდენიმე თეატრში. ბუჩქი თუ მოძრავი როლებიც მქონდა? ბუჩქი, ხან ფოთოლი და ხან მოძრავი როლებიც მქონდა. ფოთოლი. თრთოლ ვარ. სხვათა შორის შემოსავლის პრივარ იყო ძალიან საინტერესო ეგ და ისეთ პერიოდში მომიწია მსახიობობა რომ გზის ფულსაც რეალურად ჩვენი ჯამაგირი არ ყოფნიდა და გახდა აუცილებელი რაღაც ალტერნატივა რომ თან შემოსავალი მქონოდა და თან ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. ამ დროს რა ხდება? ავიღე ნაპოლეონ ჰილის წიგნი როგორ გავხდე წარმატებული ადამიანი. გადამოვიღე პირველი რაც სამი კითხვა იყო გადამოვიღე გადავშალე პირველი ვარ და არ დამიკითხია ეს წიგნი. ბოლომდე პირველი სამი ქვეთავი რაც ეწერა, ეგეც საკმარისი იყო იმის რა მიყვარს, რა გამომდის იქიდან რაც მიყვარს და რა მიშლის ხელს რომ ვაკეთო ის რაც გამომდის და მიყვარს. ავიღე ვასტადო ფურცელი და რა მიყვარს? მიყვარს სიმღერა, მიყვარს ცეკვა, მიყვარს დალევა. ვენა დოდოკი გალები, ეგ სხვა. ნუ პირველი ვიმღერე ქართული ხალხური სიმღერები და ეს ანსამბლების თავის რაღაც გარკვეული წარმატებები ჰქონდა ფილარმონიაში აპლოდისმენტები და მხოლოდ სამწუხაროდ აპლოდისმენტებს ვიღებდი და დადებით ენერგიას ბიუჯეტს ისევ არაფერი არ დაეცა. ენტები ვაჭამობა ცეკვა ცეკვას რაც შეეხება, ცეკვამ კარგი რაც მომცა იყო ის რომ საერთაშორისო ფესტივალებზე მივიღე რამდენჯერმე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ხალხური, ქართული და იქაც მხოლოდ აპლოდისმენტები იყო და დარჩა მესამე დალევა. როგორ შეიძლება ადამიანმა დალევით შევდე და თან შემოსავალი ჰქონდეს. საინტერესო მხარეს მივდივართ, იმიტომ რომ მოდი თან ამ კუთხით გავაგრძელოთ. აი რა შემოსავალი მოაქვს მაგალითად და მე ვისაუბროთ უკვე აი სომელიობა როგორც პროფესია და სომელიეს პროფესია რაც გულისხმობს. მოდი დავიწყოთ იქიდან რამდენად მომგებიანია, როგორი განაკვეთები გვაქვს მაგალითად სამსახურში და რა გამოცდილება გქონია სამსახურების კუთხით სარესტორნო სფეროში. სარესტორნო სფეროში ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი დამწყები სომელიე ვარ ქართულ ბაზარზე, რაც საიდანაც ჯერ კიდევ პროფესიონალურ დონეზე არ იყო სომელიობა აყვანილი. დაახლოებით 15 წლის გამოცდილება მაქვს მასში. ქენერ. შეიძლება მეტიც, 17. პირველი 1-2 წელი მაპატია. არა, პირველი გამოშვება იყავით, ხო, იმის რა ქვია, პოლის და
კი, მაგრამ სკოლა, როდესაც უკვე გავიარე, მე უკვე ფაქტიურად მანამდე მუშაობდი როგორც სომელიე, მაგრამ ესეთი სტატუსი, რაც მე უკვე დაწესდა ჩვენ ქვეყანაში, სტატუსის მიღება, ეგ არ მქონდა რეალურად. და იყო რაიმე ინფორმაცია მანამდე ინტერნეტში მაგალითად რა როგორ უნდა გაგეკეთებინათ, ანუ საიდან ისწავლე სანამ სკოლამდე მიხვიდოდი აი ეს თითეული ეტაპი, რომ აი როგორ მოემსახურო, რა შესთავაზო და ასე შემდეგ, თუ სულთან ბუნებრივი არა, მასპინძლობის ის იყო. პირველი დამწყები თემა რაც ვინც გაგვატარა ეს ტრენინგები, სულ 3 ადამიანი იყო, რომელიც საზღვარგარეთ გაიგზავნა, ისწავლა და ჩამოვიდა. და ამ 3 ადამიანმა მათთან შეხებამ შალვას ხეთურიანთან შეხებამ მე უკვე დაიწყო ის რომ ჩვენ რაღაც სტანდარტი დავნერგეთ ძირითადად გვინოებზე რასაც ვკითხულობდი მაშინ ესე ინტერნეტთან წდომები არ ქონდა და ხო და აი ეგ მაინტერესებდა ციგნები და მოძებნა მე ამ ლიტერატურის არ იყო არც ერთი ქართულენოვანი იყო ამ რუსულენოვანი ან ინგლისურენოვანი და გვიწევდა ციგნების ქექვა მაგ პერიოდში იყო ესეთი M ჯგუფი, რომელიც გარკვეულ სტანდარტს ნერგავდა ქართულ ბაზარზე მომსახურებებს. და იქ მუშაობდა ჩემი მეგობარი და მივედი როგორც სარეკლამო რგოლში მონაწილე ადამიანი, რაღაც სარეკლამო მსახიობო იყო, ხო? არიგებდი და მაგ დროს ამიხსნა, რომ არსებობს ესეთი პროფესია სომელიე და გვაქვს ესეთი ვაკანსია. სურვილი ხო არა გაქვს, რადგან აღწერა ქონდა რამე რომ რა უნდა გაგეკეთებინა როგორც სომელიეს? ხო და მე არც ვიცოდი სომელიე რა იყო და რა არის სომელიე მეთქი და ესე დაიბნა თვითონაც ვერ ამიხსნა დაბნეული თვალებით შემომხედა და აი სვალ და გიხდიანო და მესამე პუნქტი გაიხსენე. ჩემი მესამე პუნქტი. გაუმართლოს სომელიობის პროფესიას, რომელიც რეალურად მართლა მეც მგონია რომ დღესდღეობით ძალიან ისეთ პოპულარული ხდება, იმიტომ რომ რაღაცა ხალხსაც ეს განცდა აქვს, რომ მართლა სვალ და გიხდიან. მაგრამ აი ამ დალევის სანამ გადახტამდე მივალთ და ხშირ შემთხვევაში ცუდის დალევად გვიწევს, ხო? ცუდის დაგემოვნება და ძალიან ბევრია ხო? კარგი, რა განსხვავება, მოდი განსხვავება ვანახოთ ხალხს რა არის სომელიე ზოგადად, ხო? სომელიე მარტივი ერთპროფილიანი პროფესია არ არის. სომელიე არის ექსპერტი მაღალალკოჰოლური სასმელის, ღვინის, სიგარის, ჩაის, ყავის და ყველის. ეს ყველაფერი შენ უნდა აკონტროლო, მიიღო, რა მოუხდება შენ მენიუში არჩიო, შენ კერძებს და ამის გარდა ამ თითოეულ ფუნქციას უნდა ფლობდე ინფორმაციას, უნდა იყო უაღრესად განათლებული და უნდა შეგეძლოს კომუნიკაცია ადამიანებთან. თუ მე ვარ უბრალოდ ღვინის დეგუსტატორი, მე არანაირად არ მევალება ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, არანაირად არ მევალება იმისი რაღაც ბუღალტერია, რამე ესეთი უბრალოდ დავაგემოვნებ გონებს შემიძლია და იმის შეფასება გავაკეთო, მაგრამ ამ დროს, როდესაც შენ ადამიანებთან გაქვს კონტაქტი, მოსულ სტუმრებთან გაქვს კონტაქტი, 1000 უცხოელთან გაქვს სტუმართან, ხო? კონტაქტი, შენ ხარ შენი ქვეყნის ღვინის ელჩი, იმიტომ რომ შენ უნდა იცოდე შენი ქვეყნის ისტორია. ყველაფერს თავისი ისტორია აქვს. უნდა მოუყვე ყველაფერი. შენ ხარ პირველი ვისი მეშვეობითაც შენ ქვეყანაზე რაღაცა წარმოდგენა ექნება ადამიანს. ამიტომ ისტორიის გარდა უნდა ფლობდე ენებს. უნდა ბოლომდე იყო ჩახედული მეღვინახეობაში, მეღვინეობაში, უნდა იცოდე ნიადაგები. მე მხოლოდ ქართულ თემაზე არ მაქვს ლაპარაკი, სოფლიო თემაზე უნდა იყო რაღაცით პარალელი რო გავულო, ადამიანს თუ მოსწონს მაგალითად სოვინიონ ბლანი რა შეიძლება ქართული შესთავაზო, თუ მოსწონს შარდონე რა ქართული ყურძნის შეიძლება შესთავაზო და ასე შემდეგ, ხო? თუ უყვარს სრულსხეულიანი ღვინოები, რომელი ჩვენი ღვინო უნდა შესთავაზო, ამ ყველაფრის პარალელის გავლების შეგნება უნდა კონდეს და იმ ყველაფრის გემოვებიც უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ბალანსში მოიყვანო, ჩასვა და სწორად შესთავაზო. პირველ ეფექტს ყოველთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და პირველ ჩამოსულ სტუმარს ვინ შეხვდება, როგორი ტიპაჟი შეხვდება, უბრალოდ ესე ჩამოკონკილი ადამიანი და უშნო საუბრის მქონე თუ განათლებული ადამიანი, რომელიც არის შენი ქვეყნის ელჩი. რეალურად ელჩი. შვენიერი გუზი მოკლულია დუბლი მეოთხე ეს კოღო იყო. ის კოღო იყო. მოკლედ შემდეგი თემა, რაზეც მინდა ვისაუბროთ, ეს არის ღვინისა და კერძის შეხამება, იმიტომ რომ დღესაც სკალაში ძალიან საინტერესო საღამოს გველოდება.
ესეთ ღონისძიება მე მგონი პირველი არის ესეთი, ხო? ამ კუთხით პრეცედენტო და პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში. ზილურად ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის, ხო, რეალურად რა არის ისა და კერძის შეხამება, აი სერიალი რო იყო Drops of the Cups. იქ არის ნიკოლაძის ღვინოს რო უხამებს, ხო და რაღაცა მე მგონი მთელმა საქართველოს ეს სერიალი მარტო მაგ მომენტის გამო ავიტაცეთ, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ ძალიან მაგარ გადაღებულ სერიალში თან ფანტასტიკური კადრებით და უცებ რაღაცა ქვევრის ქართული ღვინო რა და მე მგონი რაღაცა დღევანდელი ჩვენი ისიც რაღაცა მსგავსი პერფორმანსი იქნება და შენი რამოდენიმე ის იდეა გაგვიზიარე, რასაც სანამ ჩამოვიდოდით, ფიქრობდი, რომ აი ამას გააკეთებდი, აი ამ შეხამებას, აი შიგნიდან რომ რაღაც გაჭვალებს, ხო, ჭია. ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი მოგონილი არ არის, სოფლიოს აქ ესეთი რა ქვია მაგას? პრაქტიკა, გამოცდილები. სხვადასხვა წლის, სხვადასხვა ქვეყნის სომელიები, სხვადასხვა მიშელინის ვარსკვლავიან შეფებთან ერთად ღვინისა და კერძის შეხამებას აკეთებენ, ცალ-ცალკე მუშაობენ და მერე სთავაზობენ უკვე მოსულ სტუმრებს, თავიანთ ნამოღვაწარ შემოქმედების პიკს და ხდება ხოლმე მისი შეფასება. აპლოდისმენტებით, როგორც ახლა ჩვენთან იქნება, მეგობრულად, შინაურულად, რომელი კერძიც მეტ მოწონებას დაიმსახურებს და მეტი აპლოდისმენტებით შეფასება. როგორ ხდება ზოგადად მიშელინის ვარსკვლავის მიღება? თუ გინდა და მიზანი გაქვს მიშელინის ვარსკვლავის მიიღოს შენმა ობიექტმა, უნდა ყავდეს კარგი შეფი და კარგი სომელიე. ამ ორი ადამიანის თან რეცეპტორების და შემოქმედების თანწყობით ხდება უკვე ზე საფეხურებზე ასვლა. ჩვენთან სანამ პოპულარიზაცია გაიზრდება მოსახლეობის იმდენი, რომ მიშელინი შემოვიდეს და სანამ მიშელინ საბურავების გაყიდვას დავუწყებთ ოფიციალურად, მანამდე ბრიჯსტოუნებზე ვარ. ჩვენ რაღაც ბაზა უნდა მოვიმზადოთ და უნდა ვიყოთ მზად იმ პერიოდისთვის, რომ პირდაპირ ჩავჭიდოთ ხელი და აღარ დავიწყოთ მაშინ ხელახლა რაღაცების გაკეთება. ამიტომ ჩვენი საღამო ზუსტად მაგას ემსახურება, რომ რაღაცნაირად დავიხვეწოთ, გავიზარდოთ და ის პრაქტიკა, რაც სოფლიოშია, ჩვენთან გადმოვიტანოთ. უცებ სამი ისეთი კერძი და სამი ისეთი ღვინო, რასაც აი მაგალითად fine dining-ზე შესთავაზებდი, ოღონდ ან შეგიძლია რაღაც ძალიან თავისუფლად სამი კერძი, აპეტაიზერი, მთავარი კერძი, დესერტი და ასევე უცებ ჯიში. შეგვიძლია კომპანიაზე საერთოდ არ ვისაუბროთ. კი ბატონო, რომელ კერძთან რას დღეს რა მინდა? პირველი მინდა ის, რომ რადგან იმერეთში ვართ, აქცენტი რა თქმა უნდა იმერულ ღვინოებზე უნდა იყოს და იმერულ სამზარეულოზე. პირველი იმერული კვახიწელა გვაქვს აღებული. მეორე, რაც ხალხისთვის ცოტა სიახლე იქნება, წითელი ღვინო თევზთან. კალმახია, ხო? კალმახია. თითქოს გუშინ ქარიყავი ამოიცნო. ეგან შეფი დავინახე რომ წელავდა იმას. და მესამე დესერტი. დესერტთანაც რა თქმა უნდა უკვე ცოტა ქართული შემაგრებელი გვაქვს. აი ეს ქართული შემაგრებული ღვინო. ფანტასტიკური. იცი რა მითხარი? სად გვიჭირს შეხამების ნაწილში ყველაზე მეტად? ანუ რა ღვინოების შოუ, ესე რომ ვთქვათ, მოპოვება არის ხოლმე ყველაზე რთული და შეხამებაში ყველაზე ისეთი სუსტი წერტილი სადა გვაქვს და ამით დავამთავროთ. ისეთი მაგარი მრავალფეროვნება გვაქვს მეღვინეობაში და ისეთი მაგარი მრავალფეროვნება გვაქვს სამზარეულოში, რომ შეხამებაში რაღაცა გაგვიჭირდეს და ვერ მოუძებნოთ, გამორიცხულია. უბრალოდ უნდა დაუფიქრდეთ და ჩვენი რეცეპტორები დავძაბოთ. მეტი არაფერი საერთოდ. შეგაგიმარჯოს. ერთად გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. გამოიწერეთ მეგობლებო, ეს იყო პოდკასტი. პოდკლა? ვინა? პოდკასტი. პოდკასტი. გამოიწერეთ. ღვინო გვალაპარაკებს მეგობრებო და მადლობა ჯაბა. მადლობა ჯაბა. მანდელი მონაწილეობისთვის. ცოტა ესე რაღაცა ძალიან ფრისტაილში ჩაწერილი პოდკასტი არის, მაგრამ მე მგონია თემატურად რასაც ვაკეთებ ფრისტაილერი ბიჭია და ფრისტაილი მოსულა. ეხავე ხალხი ვარ ძმა, თავზე ტრიალები და ოშო ბიჭო. მაგერით. გამოიწერეთ, გვერდი და ლაიქეთ, ვიყურეთ და შალე დავუნდებით ისევ.